რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიცრებს 25 წლის შემდეგ სამივლინებო თანხების დაბრუნება მოსთხოვა. რუსეთის ფედერაციის სასამართლო განიხილავს იმ ოფიცრების საქმეს, რომელნიც უარს ამბობენ თანხის დაბრუნებაზე. რუსეთის 355 საპარაშუტო სადესანტო პოლკის ყოფილი მოსამსახურეები აცხადებენ, რომ ეს პოლკი კონფლიქტის დროს ნოვოროსისკიდან გუდაუთაში აფხაზი მოსახლეობისა და მოლაშქრეების დასაცავად გადაისროლეს. რაც შეეხება სამივლინებო თანხას, იგი დიდი ხნის წინ დახარჯეს. ჩვენ 3000 კაცს მოგვეცა დავალება დაგვეცვა იქ არსებული რუსეთის ობიექტები. კერდოდეშერის 24 სეისმოლოგიური ლაბორატორია, სამხედრო სანატორიუმები სოხუმში, გუდაუთაში, ბიჭვინთასა და გაგრაში. გარდა ამისა, ვახორციელებდით გასვლებს ქართულ-აფხაზურ საზღვარზე. ჩვენ სამოცანებში შედიოდა ლტოლვილების ევაკუაცია და ჰუმანიტარული ტვირთების დაცვა-გაცილება. თადარიგის ოფიცერი ანდრეი იაშინი აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ მის პოლკს დაეკისრა ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა. მისი განცხადებით, აფხაზეთში ნაუმარე ოფიცრები აცხადებენ, რომ მათ პერიოდულად და უწყვეტად ხან ნახევარი, ხან ერთი წლით უგრძელებდნენ მივლინებას. მთელი ამ ხნის მანძილზე დაბანაკებული ვიყავით ყოფილი საბჭოთა სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე. ასე გრძელდებოდა 5 წელი 1998 წლამდე. მაშინ ჩვენი პოლკი დაშალეს, აღნიშნავს იაშინი. სრულიად შემთხვევით მხოლოდ აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ მოსკოვში გავიგე, რომ ოფიცერთა ნაწილს გარდა ხელფასისა და საველე დანამატისა უცხო ტერიტორიაზე ყოფნისათვის განკუთვნილ სამივლინებო თანხებსაც უხდიდნენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ სამივლინებო თანხები დოლარებში გაიცემოდა და ამაზე საუბარს სამხედრო მეთაურები თავს არიდებდნენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ქმედებით რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარის მოსამსახურეები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. რუსეთი უშუალოდ ახორციელებდა აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ექსპერტ ნიკა ჩიტაძის განმარტებით, საერთაშორისო სამართალი დანაშაულად მიიჩნევს თვით ხანმოკლე ოკუპაციასაც კი. უკანასკნელი კი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ნებისმიერ შემთხვევაში მოახდინა მის მიერვე აღიარებული ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთი ვიცით, რომ დიდი ხანი, მათ შორის 2008 წლის აგვისტომდე უარყოფდა საკუთარ მონაწილეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითარებულ საომარ მოვლენებში. თუმცა ყველასთვის ცნობილი არის, რომ სწორედ რუსეთის ჩარევის შედეგად საქართველომ დაკარგა კონტროლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე და ამ შემთხვევაში ბუნებრივია რუსეთის საჯარისო ფორმირებები პირდაპირ იღებდნენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. ანუ თუ ჩვენ ვიმჯერებთ გაეროს გენერალური ასამბლეის 1994 წლის რეზოლუციის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს აგრესიის ორჯერ ფორმატს, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ 90-იან წლების დასაწყისში ახორციელებდა ირიბ აგრესიას. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ რუსი სამხედროები იქვე გარკვეულ კონსულტაციებს უწევდნენ სეპარატისტებს და ჩილო-კავკასიელ ბოევიკებს, დაქირავებულ ბოევიკებს და უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში. მათ შორის ასევე თქვათ საუბარი არის 355 სადესანტო საპარაშუტო ნაწილზე, რომელიც თითქოს და რუსული სამხედრო ობიექტების დაცვის მიზნით იქნა მივლინებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.